პარიზი, მადრიდი და ბარსელონა ევროპის ამ ქალაქებში გერმანული კომპანია მანის ბუნებრივ აირზე მომუშავე ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსებით უკვე სარგებლობენ. სექტემბრიდან ამ ქალაქების რიცხვს თბილისიც შეემატება. ხელშეკრულებას გერმანულ მხარესთან ხელი დღეს მოეწერა და მომავალი 7 თვის განმავლობაში თბილისის ავტოპარკი 153 ახალი ავტობუსით განახლდება. ავტობუსები არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ისინი იმუშავებს ბუნებრივ გაზზე, რაც განაპირობებს ეკონომიას საწვავში, რაც განაპირობებს ასევე გარემოს დაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვან დანაზოგს გამონაბოლქვისა და იქნება კომფორტული ტიპის ავტობუსი. ესეთი ტიპის ავტობუსები აქამდე არასდროს არ ყოლია ჩვენს ქალაქს. პროექტს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკოლოგიურობისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით შეირჩა. კომპანია მანის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტრანსპორტი უსაფრთხოა, თუმცა გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოსვლას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ამ ავტობუსებს სჭირდება განსხვავებული, ესე ვთქვათ, ტექნიკური შემოწმება პერიოდული, იმიტომ რომ არ არის ჩვეულებრივი შიგაწუძრავიანი, არის ბუნებრივ აირზე მომუშავე. შესაბამისად, აი ბუნებრივ აირთან დაკავშირებით უფრო მეტი რისკებია შემდგომში ექსპლუატაციის დროს და რამდენად არის მზად თბილისის მერია და სახელმწიფო, რომ მომავალში ტექნიკური დათვალიერება იყოს ეფექტური. მოხარული ვარ, რომ საქართველოს გადავცემთ 153 ავტობუსს, რომელიც თბილის ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების კუთხით დაეხმარება. კონკრეტულად ეს ავტობუსები შარშან წყლის ტრანსპორტად დასახელდა. მსგავსი ავტობუსებით უკვე სარგებლობენ მადრიდსა და ბარსელონაში. ასე რომ ვფიქრობ, თბილისმა კარგი არჩევანი გააკეთა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქალაქებში ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტი მოძრაობდეს. ახალი ტრანსპორტი 12 მეტრის სიგრძის იქნება და ძირითადად ქალაქის ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებში გადაადგილდება. ახალი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც. ამიერიდან უკვე ყველა ავტობუსი ასეთ შეიძინეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და ყველა საერთაშორისო თანამედროვე გამოწვევას უპასუხებს. ამისი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა და ეს მნიშვნელოვნად გაძლიერს თითოეული ჩვენი მოქალაქის, მათ შორის როგორც უსინათლო, ასევე ეთნოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოკიდებელ გადაადგილებას. თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს.